ახლა ვცდილობ ჩავწერო პანდორას მოკლე ვიდეო. თუ რაც იქნება საუბრები ახლავე გეტყვით. ახალი ამბები წვრილი დონიდან ეს ვიდეო არის ატვირთული 3 ივნის. ბევრი ხელმომწერე მეკითხებაო მოგვიყევით გეთაყვათო თუ რას ნიშნავსო ბოტები. თუ ვინ არიან მოთამაშეები და ვის უწოდებენ ადამიანებს. ხო, პანდორა გვართელებთ ყველას, რომ მე რასაც ყვებიო ახლა ჩემი ხედვიდან ყვებიო და ამიტომ ნუ გამამტყუნებთო. მე იმას ყვებიო, რასაც ვხედავო. ჩემი ხედვიდან. მაშ რა არისო, ვინ არიანო ბოტები. როგორც იყო ადრე ნათქვამი, ჩვენი პლანეტა იყო ოკუპირებული. და ის სულები ვინ შემოდიოდაო, განსახიერდებოდაო ჩვენ დედამიწას, განსახიერდებოდნენ სხვადასხვა მოცანების შესაძლებლად. აგრეთვე განსახიერდებოდნენო მომავლიდან. პანდორა, ლეტალია, ალიონა ბერიგინა და კიდე სხვა გოგოები, რომელსაც მივახსენებ ხოლმე, არიან მომავლიდან განსახიერებული დედამიწაზე. ხო და ახლა პანდორა ამბობს იმისათვის, რომ ჩვენ რო ჩვენი ამოცანების შეგვესრულებიაო, ჩვენ უნდა დაბადებულიყავითო ძალიან ძიმე საგვარეულო ხაზებში. და ჩვენმა მტრებმა მახე დაგვიგესო როგორო გეტყვითო ახლა ხო და იმით რომ მაგათმა ითოდნენ რომ შეიძლება შემოდიოდნენ აგრეთვე ძლიერი სულებიო მომავლიდან. ხო, მაგალითად სული შემოვიდა სიბზეში, ხო, მაგრამ სხეული რომელშიც მოხდება უნდა მოხდეს ეს სული შეიძლება არ შეესაბამებოდეს სულს. წამოგიდგენთ მაღალ ენერგეტიკული სული და სხეული რომელიც არ შეესაბამება ამ სულს. მაღალ ენერგეტიკულ სულს ცოტა სხვანაირი სხეული უნდა, ფიზიკური სხეული. სხვანაირი ავატარი ეგრეთ ვთქვათ. მაგალითად შეიძლება მაღალ ენერგეტიკული სულები მოხდნენო ისეთ ოჯახში, სადაც ორივე მშობელი სვამსოლოთები არიანო და გენეტიკა გატეხილიაო. ან კიდევ რაღაც სხვა ფაქტორებიდან გამომდინარეო. მაგალითად მეძავეობაც გენეტიკური ის არის ვინც მეძავეობს, მაგასაც აქვს გატეხილი გენეტიკურად თავისი საგვარეულოს ხაზი. და როდესაც დაუშვათ მე საბჭოთა კავშირის დროს გაზრდილი ვარ, დაბადებული გაზრდილი და ჩვენ გვასწავლიდნენ რომ არ აქვს მნიშვნელობას ვინ ხარ, რა ხარ, რა საგვარეულოდან ხარ, რა დაბალი დონის მშობლები არ უნდა ყავდეს, ლოთები თუ რა, ამას მნიშვნელობა არ აქვსო. თავადია შენ რა ხარო, მაგრამ სინამდვილეში ქონია ამას ყველაფერს მნიშვნელობა. გენებს დიდი მნიშვნელობა ქონია. თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძველად მაგალითად სლავიანები უგზავნდნენ თავის ეროვნების ბიჭებს და გოგოებს დაოჯახებულიყვნენ შავ რასასთან. არც რასასთან არ უშლიდნენ, მაგრამ ამ შავ კანიან რასასთან დაოჯახებას უშლიდნენ. ეს არ უნდა მოხდარიყო, თორე სლავიანური სისხლი ბინძურდებოდა და მათი გენეტიკა წყდებოდა. იგივე მოწევა სიგარეტის, იგივე ალკოგოლი მაპატიეთ ალკოჰოლური სასმელების ძალება. ეს ყველაფერი ეხავს გენეტიკას. და სული კი წამოიდგინეთ არის მაღალ ვიბრაციული, მაღალ ენერგეტიკული და ხდება ასეთი მშობლების ბავშვის სხეულში. და როდესაც ეს მაღალ ენერგეტიკული სული შედის ამ სხეულში, მას არ შეუძლია თავის ფორმამდე გააფართოვოს ეს ფიზიკური სხეული. არ შეუძლია. ხომ ამბობენ სული უნდა გაზარდო, სული უნდა განავითარო. როდესაც სხეული გენეტიკურად გატეხილია, ვერ განვითარდები სულიერად. მაღალ ვიბრაციული და მაღალ ენერგეტიკული სული ვერ განვითარდება. ხო, ამ სულის ველი ფართოვდება. როდესაც ის შედის სხეულში, ველი ფართოვდება. და ამ ველს, რომელსაც ჩვენ ვძახით ველს, კიდევ ეხმარება ფორმირებაში ის გარემო,
რომელშიც ჩვენ განსახიერდებით. გარემო, რომელშიც იბადება ბავშვი, სულთან ერთად. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს თურმე სულის განვითარებაში. და პანდორა ამბობს, დაუშვათ, რომ ახალ ენერგეტიკული სული განსახიერდაო დაბალი, ყველაზე დაბალი კასტის ბავშვის ორგანიზმში. მაგალითად, შორეული დაკარგული სოფელი, ლოთების ოჯახი და განსახიერდა კი ყველაზე უძლიერესი ენერგეტიკული მაღალი სული ამ ოჯახის შვილის სხეულში. ამდაგვარად როგორ ვიბრაციებზე დაიწყებს ვიბრირებას მასეთი სხეული. სული დაიწყებს ამ ვიბრაციების თვლას, გამოთვლას, რომ რაღაცით გადარჩეს ამ სივრცეში. მაქსულის მაღალიმე აცნობიერებს თუ რა ხდება, ყველაფერს აცნობიერებს. მაგრამ ფიზიკურ დონეზე ჩვენ არ გვახსოვს, არაფერი არ გვახსოვს, როდესაც განსახიერდებით. მე თქვენ აგიტურთეთ ვიდეო ჩაკრებზე. ხო, დაუშვათ, ახლა გაიხსენეთ 7 ჩაკრა. ადამიანს მეტი ჩაკრა აქვს, მაგრამ მთავარი ჩაკრა 7. 7 ჩაკრები. წარმოიდგინეთ, ეს გაიხსენეთ და ეს კაცუნა, რომელშიც განსახიერდა ეს მაღალ ენერგეტიკული სული, წვალობს, ხნავს პირველი 3 ჩაკრის ფარგლებში. ზედა ცენტრები არ ირთვება. იქ თუ გახსოვთ, ქვევიდან იწყება ჩაკრების დათვლა. პირველი, მეორე, მესამე ჩაკრა წელის ქვემოთ. ეს 3 ჩაკრა განლაგებულია წელის ქვემოთ და წელის ზედა ჩაკრები არ ირთვება ამ პროცესში. საერთოდ არ აქტივირდება. და გამოდის, რომ ეს ადამიანი ამ ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, ენერგიები, რომელიც კოსმოსიდან შემოდის, მხოლოდ დაბალ ამ 3 ჩაკრით, ამ 3 ჩაკრის განვლით. მეტი არა. ხო, და ხა წარმოიდგინეთ თქვენ ქვილი ჩაყაროთ ჭურჭელში, პატარა ჭურჭელში, დაუშვათ გინდათ ჩაატიო პატარა ჭურჭელში 20 კილო ქვილი. მაგრამ იქ ვერ ატებთ თქვენ ამ 20 კილო ქვილს, რადგან არ არის ადგილი, ჭურჭელი პატარაა და აქეთ იყრება ყველა. აგრეთვე ხდება მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ის უყვაგდებდეს იქნება მიღებულ ინფორმაციას, რადგან ვერ იწევს მისი ეს 3 ჩაკრა იმ ინფორმაციის რაოდენობას, რაც შედის მის ორგანიზმში. რადგან ამ 3 ჩაკრის გარდა სხვა დანარჩენი ჩაკრები არ ფუნქციონირებს, არაა აქტივირებული. მაგალითად, თქვენ ხო ვერ დალეთ იმაზე, მე წყალს თუ არ წურიათ, მაგრამ სვამთ იმდენ რაოდენობას, რამდენი რაოდენობასაც ითხოვს ორგანიზმი, ხომ? ზედმეტ ვერ დალებთ. თუ ძალით დალებთ, აქეთ ამოაღებინებთ. და ბევრს კი არ იქნება სურვილი რამე ინფორმაცია მიიღოს, რამე გაიგოს, რამე წაიკითხოს. აი ზუსტად ამ დაგვარი ადამიანებს უწოდებენ ბოტებს. ანუ ბოტები ეწოდება იმ ხალხს, რომლებსაც არ აქვს სურვილი რამე შეისწავლონ, რამე წიგნი წაიკითხონ, რამე ინფორმაცია მიიღონ, გადაამუშავონ, ეს არაფერი არ აინტერესებთ. ცხოვრობენ მხოლოდ იმ 3 ჩაკრის მიხედვით. რა? გულაობა, ალკოგოლი, ჭამა, სმა, ფული. და ამ ბოტებს ყველაზე ადვილად ატყუებენ. ისინი იჯერებენ ყველაფერს, რასაც ეუბნებია, რასაც გებულობენ ტელევიზიით, რადიოთი, ყველაფერს იჯერებენ. ბოტებს ყველაზე ადვილად როგორ გიხართ? ბოდიშამ სიტყვაზე ყველაზე ადვილად შეატენის შენ აზრს. აიჯულებ შენ ბოტს, შენ აზრს დათანხმდეს. ზუსტად ასეთ ადამიანებს, ბოტებს,
ყველაზე მეტად აგნებიებენ, რომ უნდა იყოს მხოლოდ მომხმარებელი ყველაფრისა. მაგალითად, საუკეთესო ჩაცმულობა უნდათ, ყველაზე საუკეთესო ხარისხის კოსმეტიკა, უნდათ სექსი და როდესაც აგიტაცია ხდება და ამბობენ, რომ სექსი ჯანმრთელობისთვის კარგია და ვინც სექსით არა დაკავებული, მისი ჯანმრთელობა ზარალდება, რომ აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი დაკავებული სექსით. მაპატიეთ ახლა მე ამ სიტყვას რომ ვამბობ. ზუსტად ასეთი ვინც ბოტებია, ისინი ყვებიან ამ აგიტაციას. გულაობა, ჭამა, სმა, ფული და ამდაგორი რაღაცები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოტში არ არისო დიდი სული, უზარმაზარი სული, განსახიერებული. უბრალოდ ის ვერ შლის მთებს, ის ვერ აცნობიერებს ვერაფერს. შექმნელის ენერგიები ხო ფრაქტალდება, მათი ფრაქტალის ნაწილები შეიძლება იყოს სცენარეში, ცხოველებში, აგრეთვე იყოს ბოტებში. და პანდორა ამბობს, ამიტომ ბოლო ლოტში ცოკი უნდა ხედავდიო ღმერთის ნაწილს, შემქმნელის ნაწილს. ის ლოთი, რომელიც თქვენ წინაშე წარსდგება, იმაშიც კი არისო შექმნელის ნაწილის ფრაქტალი. და თქვენ ლოთშიც კი უნდა ხედავდეთო შემქმნელს. ხო, ახლა კი შემდეგი შეკითხვა, თხოვეს პანდორას აეხსნა თუ ვინ არიან მოთამაშეები. სული არის ძალიან უზარმაზარი, ძლიერი მონადა, რომელიც განსახიერდება დედამიწაზე. შეიძლება ამ ადამიანმა მიიღო ნემსი, ძლიერი ნემსი, ან შეიძლება ავატარი, რომელშიც განსახიერდა ეს ძლიერი სული, არის ოჯახიდან. მე მგონი გაწყულად ვილაპარაკე. კარგი, გავიმეორებ. პანდორა ამბობს, შეიძლება სული ყველაზე ძლიერი ენერგეტიკულად ძლიერი სული განსახიერდაო ისეთ სხეულში და მიიღო ნემსი. რამე წამალი გაუკეთეს, აცრები მაგალითად. ან განსახიერდაო ისეთ ავატარის სხეულში, რომელიც იყო ძალიან მარგინალური, ან ძლიერი ავადმყოფობის გამო ვერ ლაპარაკობს დაუშვათ ეს ავატარი, მას მაინც აქვს კავშირი, ძლიერი კავშირი მაღალნესთან, ენერგიებთან და მას ეს ენერგიები შემოყავსო მის ავატარში. ეს ყველაფერი ჩანსო წვრილ დონეზე და ეს ადამიანი შეიძლება ზოგ შემთხვევაში ვერც კი გრძნობდესო თუ ღვთაება არისო თუ ავატარი არისო. ის აგრძელებსო ამ ენერგიების შემოყვანას მის ორგანიზმში. ხო, ახლა შემოდიანო ძალიან მძიმე ბავშვებიო, კრისტალური ბავშვებიო. აი ესენი არიანო მოთამაშეები. ესე იგი, პიროვნები, სულები, რომლებიც შემოდიან ავადმყოფური ავატარის დახმარებით, უმეტესწილად თუ იბადება ავადმყოფი ბავშვი, რამე დარღვევით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველა არიან მოთამაშეები და მათ მოუნდათ მასეთნაირად თამაში დედამიწაზე. მას მოუნდება თამაში გასუნდერებული ჯადოქრის სახით, მაგალითად მოუნდება იყოს ჯადოქარი და შეიძლება ერჩიოს ნებისმიერი თამაში თვითონ, ან მაგალითად გადასვლის მომენტში გაითამაშოს თვით გადასვლა. და მესამე შეკითხვა,
პანდორას თხოვეს აეხსნათ თუ რა კატეგორია მიეკუთვნება ადამიანების კატეგორიას. ადამიანი არის მრავალ განზომილებიანი, მრავალ ფრაქტალური არსება, რომელიც როგორც ძლიერი სულის ნაწილი, ძლიერი სული, როგორც შემქმნელის ნაწილი შედის სხეულში, ავატარში და იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, მაგალითად, რომ მაგაზე ჯერ მოქმედებს ყველაფერი. ინფორმაცია, ტელევიზია, ვიღაცის ნათქვამი, მაშინ შეიძლება ხდებოდეს რაღაც შიდა პროცესები. არის რაღაც საკითხები, რომელიც მაშინ არ გადაამუშავა, არ მიიღო და ამ ადამიანებს აქვთ კიდე რაღაც საკითხები, რომლებიც მაგათმა უნდა დაამუშავონ. იმისთვის, რომ მან შეიგნოს და შევიდეს შექმნელის ხატში და მან უნდა შეიგნოს, რომ ის მოვიდა აქ სათამაშოდ. უნდა გაცნობიეროს თავისი თავი როგორც მოთამაშე. მაგალითად, მე ეს ბოლო 3-4 წელია, 3-4 წელი რომ როდესაც მე დავჭი მარტო, მშობლები ორივე გადამეცვალა, მე მივხვდი, რომ ხელს ადამიანი შემიშლიდა და დავიწყე ჩემი სულის განვითარება, დავიწყე ცნობიერების განვითარება. მოვკიდე ხელი ჩემ თვით განვითარებას. როგორც გითხარი, მე მაქვს ხელები, მაგრამ ჯერ მე არა ვარ გახსნილი ბოლომდე. მე მგონია მე მივეკუთვნები ამ 2 და 3 კატეგორიას. ჩემზე ყველაფერი მოქმედებდა. მე არავინ არ მიკითხებოდა აზრს. მე ყველა ჩემზე ყველა ახდენდა გავლენას იდულებით, ნებით. მე ვაკეთებდი იმას, რაც ჩემი საქმე არ იყო. მე ჯანმრთელობაც იმიტომ დავკარგე, რომ სულ ვიღაცის პრობლემები უნდა მომეგვარებინა. ყველაფერი მოქონდა გულთან ახლოს. სულ გარბოდი სადღაც. იმის მაგალითად, რომ ჩემი პრობლემები, ჩემი შინაგანი პრობლემები მეღიარებინა და მიმეღო ისეთებად, როგორც არის, მე სულ გარბოდი, მაგრამ სანამ გაიქცევი. ბოტი ამ დანარჩენი 2 კატეგორიიდან განსხვავებით შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერ გააცნობიეროს ვერაფერი. ხდება მასე. ისე მოხდება ზოგიერთი, რომ ვერაფერს ვერ აცნობიერებს. ვერ აცნობიერებს, რომ ისიც არის მოთამაშე ამ სისტემისა. და ორი სიტყვით გეტყვით ახლა იმას, თუ პანდორას რისი თქმა უნდა, აქ ბევრი არა დარჩენილი, როდესაც ჩვენ ვიცვლებით, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავავრცელოთ პოზიტიური ენერგია, როდესაც ჩვენ წმინდათ სივრცეს, ჩვენ გარშემო წმინდათ ჩვენი ველის სივრცეს, როდესაც ჩვენ წმინდათ ჩვენ ტვინს, ჩვენ აზრებს და ვცდილობთ ვიფიქროთ მხოლოდ კარგი, მხოლოდ პოზიტიური, ჩვენი მდგომარეობა ცხელდება ყველაზე, ვინ ჩვენ გარშემო ცხოვრობს, იმყოფება, დადის. ჩვენი კარგი მოქმედებს სხვებზეც, როგორც აგრეთვე სხვისი ცუდი მოქმედებს ჩვენზე, მაგრამ ჩვენ კარგი უფრო მოქმედებს, ვიდრე მათი ნეგატიური. ხო, ისინი იწყებენ სხვანაირად ფიქრს, ისინი იწყებენ სხვანაირად ცხოველების მიმართ მოქცევას, უფრო კეთილები ხდებიან ცხოველების მიმართ, ჩვენების მიმართ, ისინი იცვლებიან, ისინი ხდებიან გრძნობიარე, გაცნობიერებული. ჩვენი საფრთხელი ჩვენი მოქცევით ვეხმარებით მინიმუმ 50 ბოტს მაინც. ანუ ბოტი ვინ არის, როგორც ვინმე გაუცნობიერებული ადამიანი. ხო, გაუცნობიერებული ადამიანი, რომელიც ვერაცნობიერებს, ხანდახან სიკვდილამდეც კი, რომ ის არის მოთამაშე და მან რამე უნდა გააკეთოს. ასეთები მოდიან დედამიწაზე, რატომ მოდიანო მაშინ?
მოდიან მათ თავისი მისიები აქვს რაღაც წინა ცხოვრებებიდან გამომდინარე შეცდომების დამუშავება უწევთ გადაკეთება გადამუშავება ზოგს უწევთ თავიანთი ასე ვთქვათ კლასის გავლა მხოლოდ მაგიტომ გასახიერდებიან რომ გაიარონ ის ცხოვრება რა ცხოვრებაშიც ჩააგდე მაგალითად წინა ცხოვრებაში სხვები ან თუ თვითონ იყო ღარიბი და ცუდ მდგომარეობაში მას ის ამ ცხოვრებაში გაივლიდა კარგ ცხოვრებას პოზიტიურ ფულიან ოჯახში აღმოჩნდებოდა შესაძლებლობის მქონე ოჯახში და ესა მოკლედ ისიც მომუდოდა პანდორას ვიდეოს ბოლოს მოდით ამით დავამთავროთ ეს ვიდეო დროებით